მოგესალმებით, თითოეულ თქვენთან უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ არის აქცია და შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს კვირა. და დღეს მინდა გავაკეთო ესეთი გაშლა, რას მალავს ადამიანი. ნახეთ, ადამიანი ჩაიფიქრეთ თქვენ თვითონ. ეს შეიძლება იყოს ქალბატონი, მეგობარი, მეუღლე ვთქვათ, ხო? ანუ მაინდა-მაინც პარტნიორულ ურთიერთობაზე არ არის აქ საუბარშობა, თქვენი უფროსიც იყოს, რომელიც რაღაცას მალავს. ხო, ადამიანი, უბრალოდ თქვენი მიერ ჩაფიქრებული ადამიანი რას მალავს. ვარიანტი გვექნება ორი. პირველი ვარიანტი იქნება ეს დასტა. მეორე ვარიანტი იქნება ეს დასტა, ესე შეგიძლიათ აირჩიოთ. და ვნახოთ, რას დამალავს, რას მალავს ადამიანი თქვენგან, რას არ ამბობს. რა ინფორმაცია ეს? ჩაიფიქრეთ ადამიანი, მობილიზდით იმ ადამიანზე, თქვით მისი სახელი, გვარი, ვიზუალიზაცია გავუკეთეთ ამ ადამიანს და ვნახოთ, რას მალავს ეს ადამიანი. მე გადავდებ მეორე ვარიანტს და პირველი ვარიანტი ვინც აირჩია ეს დასტა. დავდებ ისე რომ ჩანდეს და ვნახოთ. რას მალავს ეს ადამიანი, თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. რა არის ის დამალული? რომ მას აქვს რაღაცა შიშები და მას აქვს იმის შიში, რომ რაღაც არ გამჟღავნდეს, რაღაცა ინფორმაციები არ გავიდეს, რაღაცნაირად არ გაუგონ ის მდგომარეობა, რომელიც ეხლა თქვათ არის, ხო, რა სიტუაციაშიც არის ეხლა. რა არის ეს სიტუაცია? აქ უფრო შეიძლება ითქვას, არ ვიცი, თანამშრომლული კუთხით ყავთ ვინმე შერჩეული თუ როგორი მდგომარეობით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ გეტყვით, რომ რას მალავს ეს ადამიანი, რომ მას არ გაუმჟღავნდეს და არ გაირკვეს, რომ რაღაცნაირად აქვს პრობლემები ფინანსურთან დაკავშირებით, ხო? რაღაცა ტყუილებს, რომელსაც ის იგონებს, ფინანსური მახინაციები არის თუ რაღაცა, შეიძლება ისეთ როგორი მომენტი იყოს, რომ აი რაღაც ვალი მაქვს, ხო, სულ რაღაცა პრობლემაში ვარ, აი ესეთი სიტუაციური მდგომარეობაც იყოს, რაღაც ინფორმაციული მდგომარეობა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის დაკავშირებული ყველაზე მეტად ფინანსებთან. რას მალავს? იმას, რომ ამ სიტუაციიდან, ამ რთული სიტუაციიდან ეშინია და ვერ გამოდის, ვერ ახერხებს, ჯერ არის, ანუ არის ის მეორე ნაპირი საით არის, ხო? მაგრამ მე ვერ ვიტყვი, არც ცდილობს ეს ადამიანი აქედან გავიდეს. თუმცა ძალიან ბევრად საშიში, ანუ შიშების მდგომარეობა ის არის კიდევ, რომ აქ საბუთებია, მარტო ფინანსური კუთხით არ არის. აქ რაღაცა საბუთებთან არის დაკავშირებული პრობლემა, რომელიც არ აძლევს ამ ადამიანს საშუალებას, შეიძლება გასვლისაც კიდევ და პირიქით რაღაცა ტყუილს ამატებს, ხო, რაღაც ეს მომენტიც არის აქ თითქოს. რას მალავს? პირველი ვარიანტი, რას მალავს? იცით რა არის, აი რას, ну, აქ აღკარად ეს არის, მალავს იმას, რომ უნდა ისე მოახერხოს და ისე მოაგვაროს ეს ყველაფერი, რომ არავინ არ გაიგოს, ხდებით, მალავს ყველანაირ ინფორმაციას თავის პრობლემებთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი არის ფაქტიურად შეიძლება ითქვას განულებულ მდგომარეობაში, რომ არ გაიგოს არავინ და ცდილობს, რომ ისე გააკეთოს ეს ყველაფერი და ისე მოიძიოს სხვა ფინანსური მდგომარეობა, სხვა რესურსები იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სტაბილურობა, შეინარჩუნოს მდგომარეობა მატერიალური, ხო, შეინარჩუნოს ის რაღაცა სიტუაცია, რომელსაც თქვათ ესე ღიად და ფართოდ ვერ ხედავთ ადამიანები, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში ის, ვინც ხა ფიქრობს ამ ადამიანზე. რას მალავს? ხო, ანუ მალავს იმ მდგომარეობას, რომ აქ რაღაცა
სხვა სიტუაციებიც არის კიდევ ერთადერთი კიდე ის მომენტი არის რომ აქ შესაძლებელია რომ ადამიანს რაღაცა პირადი ურთიერთობიდან გამომდინარეც ქონდეს ეს პრობლემები იქედან გამომდინარე რომ ნახეთ ორ ვარიანტად შეიძლება დაიყოს ყოველთვის ვამბობ ხომ რომ ერთი ვარიანტი რაც მომდის პირდაპირ ენერგიები იმას ვკითხულობ კი აქ არის ის მომენტი რომ შესაძლებელია რომ ამ ადამიანს რაღაცა სამკუთხედის მდგომარეობას მალავდეს რომ სადაც ოჯახია და ასე შემდეგ მაგრამ მე რატომღაც აქ ვიტყვი იმას რომ ადამიანი რომელიც ჩაიფიქრეთ მე არ ვიცი ვინ ჩაიფიქრეთ მალავს იმ მდგომარეობას რომ მას ფინანსური პრობლემები აქვს მას აქვს რაღაცა ისეთი ხარჯები დანაკარგები რომელიც ვერ გათვალა მე მოიტყუა მე ამ ტყუილს ტყუილი დაამატა ეხლა უნდა აქედან გამოსვა მაგრამ იმდენად არის გაჭედილი თქვათ რაღაცა ხელი მოწერილი რაღაცა დამოკიდებულება ისეთი მდგომარეობა რაღაცა საბუთებთან მიმართებაში არის პრობლემა ეხლა თქვათ ხო აი რაღაცა ფინანსური რესურსის პრობლემა რო გაჩვენე შეიძლება თქვათ ბინა ჩადო და ამ ბინის ამბოს არ ამბობს იმიტომ რომ ეშინია ხო და თვლის რომ იქნებ ისე მოაგვაროს და გამოვიდეს ამ სიტუაციიდან და ისე გამოჩნდეს შანსები რომ საერთოდ ვერც გაიგოს ვერავინ თუმცა პირიქით უფრო მეტი და მეტი პრობლემებისკენ მიდის ეს ადამიანი უფრო მეტი და მეტი დანაკარგებისკენ მიდის მაგრამ მაინც ცდილობს რომ რაღაცნაირად სტაბილურობა შეინარჩუნოს არ დაანახოს არავის შეიძლება ეს იყოს რაღაცა ესეთი გაურკვეველი სესხები, გაურკვეველი ვალები, რომლითაც ასტაბილურებს სიტუაციას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ამ მდგომარეობიდან გასკდება რაღაც ინფორმაცია. შესაძლებელი აქ კიდე ის მომენტიც იყოს, რომ ვიღაც მესამე პირები ცოტა ისეთი შანტაჟის მომენტს რო ვეძახით, ხო? იმიტომ რომ აქ ადამიანი აშკარად ხელფეხშეკრული, აქ ადამიანი ძალიან მიჯაჭვულია ამ სიტუაციას ამეთებაში. ამ ადამიანს ეშინია რომ აი ეს ყველაფერი არ გამჟღავდეს და არ ანუ როგორ არის ძალიან მასზე манипуляტორული მდგომარეობაც არის. ხო შეიძლება ვიღაცასთან ისეთი კავშირი დაიჭირა, რომელთანაც არ უნდა დაეჭირა და შესაბამისად ეს ადამიანი რაღაცა манипуляტორული მდგომარეობით ცდილობს რომ გადაიხადოს რაღაც თანხა, ანუ ყოველ შემთხვევაში აქ არის ის მდგომარეობა, რომ პირველი ვარიანტთან ადამიანი მალავს თავის ფინანსურ კუთხით პრობლემებს, რომელზეც ძალიან ბევრი არასწორი ნაბიჯი გააკეთა და შეიძლება ისეთ საფრთხეში აქ ეხა ჩაყენებული ყველა და ყველაფერი რო იტყვენ სასწორზე უდევს ერთხარეს თავისი მთელი ცხოვრება, თავის ბიზნესი, ქონება, შეიძლება ვიღაცისთვის ცოლ-შვილიც იყოს, ოჯახი, ანუ ყველაფერი აბსოლუტურად რაც კი გააჩნია და მეორე მხარეს ის თავისი არასწორი ქმედება, რომელმაც შეიცაძლებელია რომ ყველაფერი თავზე ჩამოამხოს, ხო, რაღაცა ეს მომენტი არის პირველ ვარიანტთან. ძალიან სამწუხარო არის, არ ვიცი ვინ ჩაიფიქრეთ, მაგრამ აშკარად სერიოზული პრობლემების წინაშე დგას ეს ადამიანი. მე გადავდებ პირველ ვარიანტს და ვნახოთ მეორე ვარიანტი ვინც ერჩეთ, აქ რა ხდება. რას მალავს მეორე ვარიანტის წარმომადგენელი, ვინც ჩაიფიქრეთ, რას მალავს ეს ადამიანი თქვენ, რას მალავს. არის ის, რასაც მალავს მეორე ვარიანტი. ეს მე ჩაფიქრებული ადამიანი. რას მალავს? აქ ადამიანი მალავს თავის ეგოიზმს, თავის სურვილებს, თავის რაღაცა გამოწვევებს. ხო, აქ ადამიანი შეიძლება ითქვას, რომ მალავდეს რაღაცა ფლირტსაც, რატომღაც ესეთი მომენტი. აქ ადამიანი მალავს იმას, რომ აი ნახეთ, ვერ გარკვეულა საით უნდა წასვლა, ხო? ადამიანი აქ უფრო მე ვიტყოდი, რომ თავის ემოციებს მალავს. ოღონდ ემოციებიც ისეთი მომენტი არის, ნახეთ, უფრო მეტად მალავს იმ მდგომარეობას, რომ ნახეთ, ადამიანს თუ ესე ვთქვათ, სერიოზული ურთიერთობის სურვილის არ ქონას მალავს. აქ უფრო ადამიანი რაღაცნაირად პირად ურთიერთობების მდგომარეობას გულისხმობს. შესაძლებელია ადამიანი მალავდეს მეუღლესაც, ოჯახსაც, ვცდილობდი რომ დასტის ფონის ამერიდებინა, მაგრამ აქ აშკარად არის. აქ არის ის სირთულეები, როდესაც ადამიანი ვერ შეძლებს რაღაცა ისე ოჯახზე მოვჭერი. ვერ ახერხებს რომ თქვათ დააბალანსოს სიტუაცია თავისი
ესეთი კი აქვს სურვილი იმისი, რომ ურთიერთობა ქონდეს, რაღაცა ემოციები ქონდეს, მაგრამ ფლირტის დონეზე, ხო, იმის იქეთ არ უნდა ადამიანს, იმიტომ მისი სირთულე იქნება, იმიტომ რომ მას ყავს ოჯახი, მას აქვს სერიოზული ურთიერთობა, სერიოზული დამოკიდებულება. ნუ შესაძლებელი ხა ეს ოჯახის მომენტიც ვთქვათ, რომ მოდით ხო იცით ხოლმე, რომ არ მიყვარს სამკუთხედი სიტუაციები ხოლმე და ვსულ ვიძახი, რომ მარტო მეუღლის არ მდგომარეობა არ არის შესაძლებელი, მალავდეს იმასაც, რომ ვთქვათ, მისი ოჯახი ვერ მიგიღებს, ხო, ან რაღაცა პრობლემა არის და შესაბამისად ვერ აღიარებს თქვენს ურთიერთობას. ნუ ყოველ შემთხვევაში აქ ადამიანი მალავს თავის პასუხისმგებლობებს ოჯახთან მიმართებაში და ნუ არ ვიცი, აქ მაინც მივდივარ იქამდე, რომ მეუღლის მდგომარეობა არის და მალავს ამ ყველაფერს, რომ ის ვერ შეძლებს ამ სიტუაციიდან გამოსვლას, ხო, აქ ვერ შეძლებს ამ მდგომარეობიდან გამოსვლას. მას უნდა ურთიერთობა, მას უნდა აქვს სურვილი იმისი, რომ რაღაცა კომუნიკაციაზე იყოს, რაღაცა თავის მდგომარეობაზე ემოციური მდგომარეობა იყოს, მაგრამ მან ზუსტად იცის, რომ ვერ განთავისუფლდება თავის წარსულიდან, ვერ განთავისუფლდება იმ ურთიერთობისგან, რომელიც აქვს, რომელთანაც პასუხისმგებლობები აქვს აღებული, რომელიც ოჯახად არის, ხო, აქ ადამიანს უჭირს ამის აღიარება, რომ მას ზურგს უკან აქვს პასუხისმგებლობა აღებული. მას უჭირს რომ აღიაროს, რომ არ არის მარტო, არ არის თავისუფალი, შეიძლება ესე რომ ვთქვათ, და აქ არის ის მომენტი, როდესაც ნუ ადამიანი სამკუთხედ სიტუაციაში არის, ხო? ხო, აქ მალავს ეს ადამიანი იმას, რომ ანუ ყველანაირად შეეცდება, რომ დამალოს ეს ფაქტი, ყველანაირად შეეცდება, რომ ძალიან ისეთი გაწელოს დრო, იმისთვის, რომ არ უნდა დაკარგვის მდგომარეობა, იმიტომ რომ სიამოვნებს მას თქვენთან ურთიერთობა, მას აქვს რაღაც ისეთი სასიამოვნო განცდები, ეს ემოციური, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი მომენტი არის. მეორე მხრივ, ხა თუ ხალბატონი ყავთ ჩაფიქრებული, ხო არის ეს მომენტიც, როდესაც ხალბატონი ხა პირად ურთიერთობის მდგომარეობა არ არის, აქ ადამიანი მალავს იმ მდგომარეობას, რომ გამოაჩინოს თავი, ნახეთ როგორ იცით, ყველაფერი შემძლე ადამიანები რო არიან, ხო, მე შემიძლია გავაკეთო ყველაფერი რაღაცა ფეხზე ყარათ ვიდგა, ანუ არ ანახებს თავის სულიერ მდგომარეობას, სადაც რაღაც პრობლემა შეიძლება ქონდეს, სადაც რაღაცა დაღლილობა ქონდეს, სადაც რაღაცნაირად შეიძლება არც ფინანსურ პრობლემას ამჟღავნებდეს, ხო, ასევე არ ამჟღავნებდეს იმ მდგომარეობას, რომ თქვათ ურთიერთობაში თუ არის ის ადამიანი რაღაცა პრობლემების წინაშე დგას და არ ხდება მის ცხოვრებაში რაღაცა ისე მდგომარეობა, როგორც თავს აჩენს. ხო, ხა იმპერატრიცა ცოტა ესეთი არკანია, ხო, რაღაც ყველაფერი შეუძლია, ყველაფერი აქვს ყველანაირად რესურსული, მაგრამ შესაძლებელია გამოიწურა უკვე ხო რაღაცა ეს რესურსები და ადამიანი არ აჩენს ამ რესურსს, ანუ მის რეალურ მდგომარეობას არ აჩენს ადამიანი. მის რეალურ ტკივილს, მის რეალურ მატერიალურ თუ სულიერ მდგომარეობას არ აჩენს ადამიანი. და ცდილობს რომ იშრომოს იმისთვის, რომ არავინ არ დაინახოს, არავინ არ შეხედოს. ამ დროს მას ძალიან დიდი ლაბირინთის მდგომარეობა აქვს. ვერ გადაუწყვეტია რა გააკეთოს, ვერ გაურკვევია როგორ მოიქცეს, ხო? შეიძლება რაღაც მომენტში ცოტა ემოციურ ცდუნებებსაც არის აყოლილი და ესეც ვერ გაუგია როგორ დაძლიოს. ანუ ადამიანი არის ცოტა ესეთი აი განთავისუფლება უნდა და სჭირდება თავისუფლება, რასაც ვერ ამბობს. შეიძლება აქ რა ვიცი, ოჯახის მდგომარეობაში თუ არის თქვათ, ახლა შეიძლება მამაკაცმა მეუღლე ჩაიფიქრა, ხო, ბევრი მამაკაცი ვიყურთ. რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას, რომ დაიღალა ამდენი პასუხისმგებლობებით და სურს რომ განთავისუფლდეს, სურს რომ ცოტა ხანი ჩამოეხსნას ეს პასუხისმგებლობები, ხო? რაღაცა ის კი, ხა როცა ოჯახი არის, როცა რაღაცა ისეთი მომენტი არის, ცოტა რთულია, ხო, პასუხისმგებლობის ჩამოხსნა, მაგრამ აი ცოტა ხანი დასვენება მჭირდება, გადაიღალა, აი ადამიანი არ ამხელს იმას, რომ გადაიწვა, გადაიღალა. თუ ეს სამსახურებრივი კუთხით აქვს ჩაფიქრებული, აქ ის მომენტი არის, რომ ადამიანს შეიძლება ითქვას, რომ არ იცის როგორ მოიქცეს. რაღაცა სირთულეებში შევიდა, რაღაცა პრობლემები აქვს და შეიძლება ესე ვთქვათ, რომ რაღაცა შემცირებების გაკეთება. კი, შეიძლება ხართ თქვენ ის კადრი, რომელიც ძალიან სჭირდება, ძალიან მნიშვნელოვანი არის
ყველანაირად ხართ ის რესურსის მიმტანი, რომელიც ჭირდება, მაგრამ ადამიანი ვერ გეხო და ზუსტადაც ამიტომ ვერ გეუბნებათ, რომ თქვათ უნდა რომ რაღაცა შემცირება გააკეთოს. ხო, აქ ადამიანს ყოველ შემთხვევაში სჭირდება, აი უჭირს იმის თქმა, რომ რაღაცა თავისუფლების მდგომარეობის პრობლემის წინაშე დგას, აი რაღაცა განთავისუფლებასთან მიმართებაში, ხო, აი ცოტა ხანი გარიდებას ამათა პაუზის აღება, ურთიერთობა თუ არის პაუზის აღება, მეგობრობა თუ არის, აი ეს რაღაცა ზედმეტად არ უნდა რომ ჩაერიოთ და ჩაიხედოთ მის ცხოვრებაში და ცოტა ხანი დისტანცირება უნდა, ну თუ სამსახური აქაც რაღაცა ესეთი განთავისუფლების მდგომარეობა და ну ცოტა რთულია, ძალიან ისეთი მარტივი გადასაწყვეტი ნამდვილად არ იქნება ეს სიტუაცია ამ ადამიანისთვის, ვინც ჩაიფიქრეთ სიმართლე გითხრათ. ისე რომ აი ესეთი სიტუაცია მეორე ვარიანტი. ცოტა იმედია დაგეხმარებოდათ ინფორმაციულად. მე რა თქმა უნდა თქვენ სურვილის ამებ დამიწერთ კომენტარებს, მე მადლიერი ვარ იმისთვის რომ ალაიქებთ, აკომენტარებთ, წერთ კომენტარებსაც, უწერთ ვიდეოებს და პირადიც მეკონტაქტებით ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის, იმიტომ რომ ეს ძალიან მაძლიერებს და კიდევ უფრო მეტ მუხტს მაძლევს იმისთვის, რომ ჩავწერო ხოლმე ვიდეოები დროებით.